14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით 27 წლის კაცი დააკავეს. შემთხვევა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით კაცმა მოზარდი ძალის გამოყენებით გააუპატიურა და ადგილიდან მიიმალა. დაკავებული პირობითი მსჯავრების ქვეშ მყოფი პირია. მას 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. პუტინი ჩინეთში ჩავიდა. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის საპორტო ქალაქ ტიანძინში შანხაის ორგანიზაციის ორდღიან რეგიონული უსაფრთხოების სამიტს დაესწრება. 3 სექტემბერს კი ის მეორე მსოფლიო ომში ჩინეთის იაპონიაზე გამარჯვების მე-80 წლის თავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე დასასწრებად 20-ზე მეტი ლიდერია მიწვეული, მათ შორის კიმ ჩენ ინი. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქში კუპიანსკთან ახლოს სოფელი მირნე გაათავისუფლეს. რუსები მირნიდან გავყარეთ. დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არის. უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ თავდასხმას. ამბობს დნიპროს სამხედრო ოპერატიული ჯგუფის პრესპიკერი. ოკუპანტებმა ღამით ოდესა დაბომბეს, დაშავდა 1 ადამიანი, დაზიანებულია ენერგო ინფრასტრუქტურა და 4 სახლი, 29000 ოჯახს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.